65 კილოგრამის ფინალი, რიგით მეოთხე 10-დან. მაგაც ერთ ცალსი აქვს, როგორც ხედავთ. ეს არის დავით გოგრიჭიანი. ისეთ ფრთხილი დასაწყისია. მე რაიმცა და ეხა შეეტევა, უიმსტერობა ქონდა. მოარტყა მე პირდაპირ მარჯვენა პირდაპირი ნიკა ბერაია. გოგრიჭიანს ხონდა შემდეგ შეტევაში ერთი საკმაოდ ისეთი ძლიერი შედეგიანი დარტყმა. მარტყა ვიტაბ მარჯვენა ხელი ძირითადად ხელით იწყებს ხოლმე შეტევას ნიკა ბერაია. თუმცა ეხა მან საციის დგომი მიიღო, ნახეთ, შეცვალა დგომი. ყველაზე სწრაფი და დინამიური რაუნდი არ არის, მაგრამ დარტყმები არის, როგორც ხედავთ, თუმცა ნიკა ბერაია არის უფრო აქტიური და ის არის ხოლმე შეტევების დამწყები, როგორც წესი კიდევ შეცვალა, ნახეთ დგომი ლუჯმა, ეხლა თითქოს ცალსია აღარ არის. ხდება ხოლმე ესე. რაუნდის დასასრული საკმაოდ თანაბარი რაუნდი იყო. საინტერესო იქნება მსაჯები როგორ გადაწყვეტენ აი ამ რაუნდის ბედს. მეორე რაუნდი. ნაი ყოლა შეცვალა ეხა ფეხი ვერაიამ და მარჯვენა ხელით იწყებს შეტევას და ამთავრებს. ანუ ორივე მხრიდან დაახლოებით ერთნაირად იბრძვის ორივე ხელით. მოარტყა ეხა ეს სამივე დარტყმა შედეგიანი იყო ბერაიას მხრიდან და სამი დარტყმა საკმარისი იყო იმისთვის, რომ საჭს ათვა გაიხსნა დავით გოგრიჭიანისთვის. უფრო გამოიკვეთა ბერაიას უპირატესობა. დაბრუნდება რა თქმა უნდა გოგრიჭიანი, მაგრამ თუ შეუძლია მკვეთრად უნდა ხოლმე დღეს მეტოქე მიკაშვილი, ესეც ორივე ჩვენი მოკრე. ამ ზოლაში გამარჯვება და ტურნირის ოქროს მედალი სეკუნდების ვარის გამო მოიპოვა ნიკა ბერაია საქართველოს.